ვინ რას ყიდულობს სამეგობროდან საახალწლო შოპინგზე. ლიკა პირდაპირ ინდოეთიდან East Point-ში ჩამოვიდა ჩვენთან შესახვედრად. ერთმანეთს ნაძვის ხესთან შევხვდით და ჩვენი გზები მაშინვე გაიყო. ნიკა East Point-ის ახალ სივრცეში წავიდა და საჩუქრების საყიდლად კენარი შეარჩია. სადაც საახალწლოს 30%-იანი ფასდაკლება დახვდა სრულ კოლექციაზე. შემდეგ United Colors of Benetton-ში გადაინაცვლა, სადაც 25%-იანი ფასდაკლებით საკუთარი თავისთვისაც იყიდა საჩუქარი. მიშო ეგრევე ფიტნეს ფორმულაში შევარდა და პროტეინებს დაუწყო თვალიერება. ძალიან დიდი არჩევანი დახვდა და თანაც 50%-იანი ფასდაკლებით. საჩუქრად ღვინოს ეძებდა და ვინორიუმში გადაინაცვლა, სადაც ღვინო დააგემოვნებინეს. ამასობაში ერთმანეთს ვეღარ პოულობდით და თან დავტკვით East Point-ის ახალი ნაწილი. მე და ნიკამ შესვენება მოვიწყეთ და თან ლუმიერსი დავაგემოვნეთ. ამასობაში ჩამოგვიბნელდა და საახალწლო ჯადოსნურ ქალაქად გადაიქცა East Point-ი. სანამ ჩვენ თვალიერებით გავერთეთ, მამის ბალდი შემოუვლია. შერჩეულ კოლექციაზე 70%-მდე ფასდაკლება დახვდა. ჩვენ საძებნელად წამოვიდა, მაგრამ რას გვიპოვიდა, ყველანი გაფანტულები ვიყავით. ლიკამ გაჯეტში შეიარა და როგორც ჩანს საახალწლოდ smart ტექნიკას ეძებს. აქ კი 50%-მდე ფასდაკლებაა. მე მიშოს და მამის მოგშვიდა და კვების სივრცეში გადავინაცვლეთ. სადაც ნიკა დაგვხვდა, რომელიც უკვე ჭამდა. გემრიელად მიირთმევდა ნაინაი ვოკის აზიურ სამზარეულოს. მიშომ სკაში ჯანსაღად ივახშმა. მამიმ ბურგერ სპეისზე შეარჩია არჩევანი. მე ილში კრემადი კაფე ავიღე, ყავა რომელიც იჭმევა. და დესერტად ხილის ფორმის ვაირალ დესერტი. მამიმ ბურგერს ყავაც უნდა დავაყოლო და აფოგატოში გადაერბინა. სადაც დესერტად აფოგატო აიღო, ანუ ნაყინი ყავით. დასალევად კი მათი სპეშალ ყავა ამარეტოთი. ამ გემრიელობების დაგემოვნების და კარგი შოპინგის მერე ერთმანეთს ისევ ნაძვის ხესთან შევხვდით.